დილამშვიდობის უკუცხელი იმედია დიდი ხანი აღარ შეგაწუხებთ მაგ სიტყვებით დილით უკუცხელად ვაიდეთ გუშინ გამიჭირდა ძალიან ესეთ ამინში და ეხლა მინდა რომ უკვე 12 საათი იყოს გასული. იმიტომ რომ ეხლა 8 და 12 საათი რო იქნება გასული. აი ხა თქვენაზე გაყენებთ შეხედეთ. აქ ვიჭიქი გუშინ საჭმელს ვაკეთებდი და ვილტილიატორი გამოვიტანე და ჩავრდე. ოღონდ პირდაპირ იმით არა, რომ ტრიალებ და ცოტა მაღლა რომ პირდაპირ მიბერავს, მე ცივდები, ზუსტად ხდება. არ მიყვარს ზოგადად ის, მაგრამ იმ დონეზე მიმიყვანა. გადმოვარდებით და ნეტამც არ მინდა გადმოვარდეთ. ნეტამც გაყიდინებთ ახალს. ვიცით. ვიცა. ასე. ახლა აქ ვზივარ, აქ მაგიდიდან ანარეკლია, იმიტომ მიკეთე ახლა ეს თორე ახლა დიდად ის არა. ნახე როგორ ამხილა ნაცნავი მქალხო. რა პუნცეის. ხო და ირეკლავს და პირდაპირ სახეში ხდება და ისე მაწუხებს ხოლმე მაგ დროს და მაგიტო გავიკეთე ესა თუ. თან ყვნაში მქონდა დარჩენილი ვერა და ვერ ავიდანემა. აი დედა. შია, მაგრამ ესა ცოტა გავიდეს, არ მინდა ესე ჰაი-ჰარა ვჭავო. მოდით ჩემთან, ფისო. მაღლა თამაში. ვაიმე. წუხელი რო ჩამოვარდი თუ გამთესავთ 4 და 5-მდე იყო დიდ კატას დედას. ვაიმე, ეს ვაძახებინე. დაღალა ეს კნუტები ცალკე. მაგრამ კნუტებს ავჩიოდი კნაოდა. ან წინა დაყრაზე სი არ უქნია. მაგრამ წინა დაყრაზე მაგ დროს მიყრილი ყავ და მე ვსერდი. მივასწავლე ჭამას მახეზიას ულა. ესე იგი ჩამოვიდოდნენ მაღლა ეძახდა. ავიდოდნენ მაღლა ჩამოვიდოდა თვითონ დაბლა ეძახდა. მე იქ ფანჯარასთან მოვიდი ხოსეთკები მიკეთე და ვერ შემოვიდოდა ვერანაირად. ეს იმხელა დაიჩხავდა იქა რომ მეთქი ხლა ალბათ რა გადმოვარდება კაცსათვლა. ჩამოვედი მე ვთხარი გაგამწალებ შედი აბაგა იქე. ეს ბავშვები რაღაცა კრუტებსაც ვაღარ გაიგოთ, მაღლას უყნენ, წასულიყვნენ, ზოგი ხეზე იყო და ისევ დაბლა ეძახდა და მე ვთხარი შვილო სწავლა განათლება ვიცი მე დილით. წადი ახლა და მეკარგე სანამ ლამაზი ხარ, მე აბაგა იქე. დილას ათვალე რო გავიკეთე, გამახსენდა ისა. როგორ ვერ ვიკეთებდი და რამხელა კომპლექსი მქონდა ხოლმე ზოგადად მზის სათვალეს. ხო და ეს კომპლექსი მზის სათვალეზე დამრჩა მეთქი ვერ გეტყვი, უბრალოდ არ ხვარო მზის სათვალეს. თუმცა რამდენი მაქვს. ხო და გამახსენდა რა რომ ეს რო გავიკეთე სათვალე. ნინო გუში თვარო დავარცხა როგორ ადამიანი ვითავარ შორი ნახე აღარა ვარ გიშქალასავით. ხო და რომელიმე ხარ თქა? მე ვისათვალთაც ვერ ავხედავ შვილო. ხო და მქონდა სხვათა შორის ცოტა ხანი კომპლექსი რომ ვიკეთებდი რა რომ მეგონა რომ აი მე ყველა მიმიყურებს. ვაიმე. მაგრამ მე როგორც გავიგე, ბევრს აქ ეგეთი რაღაცა. თუმცა შევეშვებით მეებს.
არ გიგონოთ რომ ხა უნდა უღეჭო ესა, მაგრამ უბრალოდ გავისწორო ადამიანებს რომ გუშინდელ ვიდეოებში ისე ლამაზი გოგოსოვით ვიჭიქი რაღა რა უბედურობა იზრდება შეკოსილი ვიზიარს. დღეს არის ხუთშაბათი. პარასკევი შაბათი კვირა და ორშაბათს წავიდეთ ეხოზე. ერთი სული მაქვს ნახო გაბრუ. სულ მოძრაობს ერთი წუთი არ ჩერდება. მეგონა ხარუხი აქ თქვენ არ გესმით თორე როგორი ისა აქვთ ციმაღლა გორაობენ იმაზე ბლოშეტკაზე კატებს. კაია რომ მიეჩი. სავარაუდოდ ამ კვირაში გავუშვებ მამალ კნუტს შავნაბადას მონასტერზე. იმიტომ რომ ჭამა ისწავლა ჭიის წამალი 1-4 დღის წინ დავალევინე და ეხა კიდე გავუმეორებ უდრსაც დავაყლი ვაჭყუბალავებ და გავისტუმ. მენანება როგორ ზოგადად ჩემთან რომ რაღაცა ესე გადის ხო მენანება უბრალოდ აი გიროგი მოგენატრებასავით თუ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს თორე ხარ ერთხელ გამიჩუქებია კატა და აი ეს ვიცი რომ უმაგრეს ბედში არის მამაოები მე უფე არ მოაკლებენ ყურადღებას და ზოგადად უყვართ ძალიან ჩემი ფისო მიდის დარჩებიან ქალბატონი და ჩემი რიჟა დედალს არ ვიცი გავაჩუქებ თუ ვინმე სენდომება ვინმე კარგს რომ ვიცი რომ რავი აი ხა თუდად რო გახდება რაღაც და არის რავი აი თუ იქნება ხო თუ გადარჩება ხო თუ არა და იავია არ მიყვარს ეგეთ ოჯახზე რომ რამეს აჩუქები ძალიან ძნელია ცხოველი რო ცუდად არის და შეიძლება ბევრი რამე გაუკეთო ვერ უშველო მაგრამ აი ამ სიტყვები ბევრისგან გამიგია რა რომ რავი რა მოვიდა კაცო რავი 1-2 დღე უყურებ და რავი გადარჩება თვითონ ხوار გეტყვის რომ რაღაცა მინდა და მეხმარ დასაბრამ ხელა უსუსურები არიან ხოლმე შაშან ჩემი კატა რო იყო ცუდად თუნდაც კუდა ალბათ ცოცხლის ბოლომდე მახსოვრება ზოგადად ყველა ძაღლი მახსოვს მაგრამ აი ვერ ვუშველე ვერც ნემსებით, ვერც წამლებით, ვერც მაზებით და არც ვიცოდი რა სჭირდა მე გავიგე რომ ეგ დაავადება არის ძალიან ძიმე თუმცა ნაურაზე არ მკურნალობდი არა აყვავის ვეტექიმი რომელიც მაღაზიაც აქვს ვეტერინარული ვეტაპთიაკი ვეტმაღაზი ხო და მე რო გუგლავდი რასაც ვუკეთებდი წამლებს ზუსტად საამისო ის იყო რა დაავადების და თან ძალიან ძლიერი მაგრამ ძალიან ძნელია მაგ დაავადებიდან გამოძრო მაგრამ სასწრო რა იყო იცი ეგ დაავადება უნდა გადაედო ვიღაცისგან ვიღაცა ძაღლისგან მაგ პერიოდში დადიოდნენ აქ ეგეთი გაუბედურებულები აი სედვე გახწნილი ძაღლები რა აი კანზე აღარც მეწვი ქონდათ აღარც არაფერი და მაგრამ მე არ გამიშვი კუდა დაბმული მყავდა ხო იცით იმიტომ რომ აშინებდა ხალხს რაღაცა ცოტა ისეთი ბავშვური უტვინო ძაღლი იყო და ამხელა ტანის ძაღლი ხა ბავშვს რო გაეკიდებოდა აშინებდა და ხა ძაღლი ძალიან მიყვარს მაგრამ ხა ვიღაცის ჩემ ბავშვი რო იყოს და ვიღაცა მითხარს არაფერს არ უზაშვილებდა რა ვქნა ხა ვარ დავაბავო თუმცა იცით რომ მე არ მიყვარს დაბმული ძაღლი რაღაც მომენტში გიწევს ხო და არ გამიშვია აი მე ჩემი რიჟა მოვიდა შორ ჩემ ბრალი არ არის ეს თავით გადავიდეს ჩემი რიჟა მოვიდა ვიცო ხო და გამიკვიდა რა ანუ ურთიერთობა რო არ აქვს სხვა ძაღლთან როგორ უნდა გადასდებოდა და თურმე ყოღო ხარ ყოღო სახშიც რომ ყოლოდა შეიძლება და შეხვედროდა
და იგი იმდენად საიზღერ დაავადება რომ ადამიანზეც გადადის, იმიტომ რომ რო მახსოვს მას რო წაусმეთი ყურებზე, ამაზე, იმაზე ღრძილებთან ერთი ყუთი ერთ წას მასე უნდა ხოლმე. და ესა გამხდარი, გაუბედურებული ხოლმე რა და რო გადმოდიოდი მე კარგად ვიბანდი ხელებს რომ საშიში იყო. მაგრამ იმდენად მინდოდა რომ გადარჩენილი იყო რომ რა იყო. მაგრამ ვერ გადავარჩინე. მაგას ერთი იმანი უშველა იმდენი ხანი რომ იცოცხლა რომ მოდი ჩემთან ფისო ჭამდა ბოლომდე ჭამდა მოდი რიჟა მოდი ბავშვებს უნდა შენი ნახვა რიჟა ჩემი ბავშვი რიჟა დიდად პატარა რიჟა მე ეს არის ცუღლუტი ბავშვი ხალხი ეს არის უცუღლუტესი ბავშვი დილასაც ოთხარი გაჩერდო ხა გაგვაგდებენ კიდე ხო შეგულავს დედა ეთამაშა ცოტა ხალიქა დედა ეთამაშა ვეღარ ვიჭერ ხელში ცოტა გაიზარდა ვეღარ ვიჭერის ხელში ჩემი ბრუნი ხელები იმი ჩემი ცხოვრება ხაში ჩემი ცხოვრება იმას ხედავს ახლა იქ რო დარბის და იმ რა წაწი დებილი ხოდა თუ ვინმეს ენდობება ის ჩემი დედალი ფისო კნუტი რა თქმა უნდა გავაჩუქე იმასაც თორე ხა როგორც არ უნდა მიყვარდეს და რაღაცა მართლა ყველას ხოლმე დაიტოვება რა მეყოლებიან უერა რიჟა უცხოებირო ბუერა ძალიან უხასიათო უჟმური კატაა და ზუსტად ანალოგიური დედა მისი და მეყოლება ის რიჟიკა რიჟა მე ცხელია შია და არ მინდა დილადრე რომ ჭამა იმიტომ რომ ბერე როცა ჭამობაში რაც ავში ხო და არ მინდა რა ვცდილობ თავი შევიკავო თან პურის გარეშე არ შემიძლია ხალხი რა უკვე ზამბერჯო ვცადე ეხა კი არა ზოგადად მაგრამ არ შემიძლია ხო და არ მინდა ეს ვითხა ძალიან გაიზარდოს რომ მე გაჭირდეს სახიფათო იყოს და ასე შემდეგ მაინტერესებს ეხლა რას მეტყვის დაახლოებით უკვე ხო იმდენად ახლოვად მიახლოვებული ან მაქსიმუმი დღეს აგვისტოს შუა რიცხვები და ეხლა არის 23 ხო 23 ერთი კვირა ეს და ორი კვირა ის ან სამი კვირა დამრჩა სრულად ხო და რასაც ვატყობ ან ბოლომდე არც ერთი არ მივედი და ეს მიდის მიუხედავად რემონტების, მიუხედავად ყოველდღიური ლაგების, მიუხედავად მეტად დატვირთულობის, მიუხედავად რომ არ აჩერდება მაგის, მაინც ბოლომდე აპირებს ალბათ მისვლას და აღარ შემიძლია მე ამ სიცხებს ვერ გავუძლებ. მოდი რა, მოდი ბიჭო. აი მე პაპატია კუდით აგიყვანი, მაგრამ სხვა ვერაფერზე მოგწვდი. ეგ გაგძელი და ეგიკო. Ой, მე ძიმოთ კბილო. ძიმოთ ილო. პატარა კბილი ბავში ხარში. გუშინო ყურებდი ჩემი ნაცარას ვიდეოებსაც. აი? მოხერე? აი ესე რო იყო მოწებებული როგორც ეს არის ახლა. სახში ოთახში რომ მოძრაო, ძლივს მოძრაო, ფეხს სადაც ფეხი უნდა დამდგე იქ მოდის რომ მომეფერებს. ხო და მეშინია ხოლმე რა ვთქლიში. აკავჭიტო ეს ერთი გამხმარი ბავში რომ ნეკნები კიდე ეთლება, ცოტა მოსუქდა, მაგრამ ეთლება ნეკნები. მე როგორ უყვარს დედას და თუ უყვარს ეს ბავშვის. ვაი დედა. დავლიოდი ხა.
ცოტა ვნახოთ აბა ინტერნეტში რა ხდება. ხო და მინდა რომ ვიდეოებს ისე გადავიღო ხოლმე რომ მალე ავტვირთო რომ მეხსიერება გავასუფთავო, რადგან ფოტოგრაფმა რომ მომწერა ვიდეოგრაფმა უბრალოდ მასალას ჩაგეყიდა ბევრი მეხსიერებისა, მეგაბაიტებისა არისო. ცოტა შემეშინა რამდენად დაიდევს ეს ტელეფონი მაგ ყველაფერს. თუ არა და რას ვიზავ არ ვიცი. ხო და მინდა რომ ყველაფერი მქონდეს ხოლმე წაშლილი რა აქედან. მალევე დავდებ ხოლმე ვიდეოს რომ გადავიღებ. ზოგადად მაშინ ვიდებ ხოლმე. ძე პროგრამაში ვიდებ რომ ხმა უწიო ერთი დონით. რომ არ მიყვარს ეხლა მათ რომ ყურებდი ხოლმე და ვუყურებ რაღაცას და საქმის კეთების დროს და ხმა იმდენად დაბლად არის რომ არ გესმის არაკომფორტულია. ვცდილობ ხოლმე ავწიო. ხო და რა ვიცი მე მგონი კარგად ისმის ხოლმე არა ხმა. დავით